მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით შემდეგი ვიდეოთი, სადაც კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გავატაროთ Google Pixel-ის smartphone-ები. მაგრამ აქამდე გასაკრიტიკებელია ის ხალხი, ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებს, არხს არ იწერს და ვიდეოებს არ ალაიქებს. ესეთი საკმაოდ ბევრია. ამიტომ ეხლავე შეგიძლია მაგ შეცდომის გამოსწორება. გამოიწერე არხი და ალაიქე ვიდეო და გააგრძელე ყურება. მოკლედ, Samsung-ის და iPhone-ის მინუსებზე საუბრის შემდეგ დიდი მოთხოვნა იყო ბუნებრივია Google Pixel-ზე და წინასწარ გეტყვით, რომ თუ Google Pixel-ის განამომხმარებელი არამედ ფანატიკოსი ხართ, ამ ვიდეოს არ უყუროთ, იმიტომ რომ ბევრ ისეთ სამწუხარო რეალობას შეიტყობთ, რომელიც დიდი ალბათობით არ გესიამოვნებათ. მოდი დავიწყოთ იმით, თუ რითი გამოირჩეოდა ზოგადად Google Pixel-ის სხვა smartphone-ებისგან. ეს იყო სუფთა Android-ი, შესაბამისად იდეალურად ოპტიმიზირებული სისტემა. ნუ მარტო Pixel-ი არ იყო სუფთა Android-ი, მაგრამ Pixel-ი მაინც Pixel-ია. Google-ი Android-ია, Google-ია, Pixel-ი Pixel-ია. ამასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი პლუსი იყო ფოტოგადაღება და ის, რომ ადრე თავის ფასში იყო ერთ-ერთი საუკეთესო. არ იყო ისეთი სხვაობა, როგორც დღეს არის, რომ აი ბევრი ჯობს რეალურად ფლაგმანებში, ადრე მსგავსად არ იყო. თუ ავიღებთ პირობითად ვამბობ Pixel 4-ს, რომელიც დღესაც იდეალურად მუშაობს და შევადარებთ მის კონკურენტს იმ წელს გამოსულს, ეს ის პერიოდია iPhone 11 რო გამოვიდა და Samsung-ებში S10. მაგდროინდელია Pixel 4-იც. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, ნახავთ, რომ მიუხედავად ამდენი წლისა, Pixel 4 დღემდე არის ხოდზე რა, არ ჭედავს, ისევ კარგად იღებს. ერთადერთი ელემენტი ექნება სუსტი, მაგრამ ეგ წლების ბრალი არ არის, იმიტომ რომ Pixel 4-ს თავიდანვე ძალიან სუსტი ელემენტი ჰქონდა. პირადად ჩემი აზრით, არ ვიცი დაკვირვებულ ხარ თუ არა ამ დეტალს, მაგრამ Pixel-მა უკვე აურია მეხუთე სერიიდან. მაშინ, როდესაც ვიხილეთ 4-ის შემდეგ მოდელში რაღაცა Pixel-ი ხო ის იყო, მაინც აი ფოტო გადაღება და ველოდებოდი შემდეგს, იმიტომ რომ უფრო მაგარი გადაღება ქონოდა. Pixel 5-ში დაგვხვდა ესეთი სიურპრიზი, რომ კამერები არ შეცვლილა საერთოდ, იგივე ალგორითმი, იგივე სენსორი, იგივე მეგაპიქსელი, ყველაფერი გულისხმობს ძირითად კამერას, ერთადერთი ultra-wide მოხსნეს და გვიბატეს ტელეფოტო, ეგ იყო სხვაობა, მეტი არაფერი და მოდის ის ნაგავი დრო, როდესაც Pixel-მა გადაწყვიტა Pixel 6-ის გამოშვება და იმ Pixel 6-ში თავისი რაღაცა ჩიპსეტის ჩადება. ნუ პრეზენტაციაზე ეს ჩიპსეტი წარმოგვიდგინეს როგორც საკმაოდ მძლავრი, ჭკვიანი, ენერგოეფექტური, მაგრამ რეალურად რა და როგორ არის. ორი სიტყვით ამ ჩიპსეტზე რო გითხრათ, Snapdragon-იდან თავის ტენსორზე რატო გადავიდნენ, ეს გამოიწვია იმას, რომ Pixel 6-დან Google-მა გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი smartphone-ი. შესაბამისად, ის AI ფუნქციები, რომელიც Pixel 6-ში დაემატა, ოპტიმიზირებული იყო სწორედ იმ Google-ის ახალ ჩიპსეტთან და ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა Snapdragon-თან, Exynos-თან ან სხვა ნებისმიერთან. კი ბატონო, არ შემიძლია ამას არ დავითანხმო, იმიტომ რომ Pixel 6-ი როდესაც გამოვიდა, კონკრეტულად იმ დროს, ეგ მოდელი იყო ყველაზე ჭკვიანი smartphone-ი თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ნუ, სახელს ამართლებდა, ესე რომ ვთქვათ. ამ მოდელის გამოსვლიდან გავიდა დაახლოებით 1 თვე. და ნუ მომხმარებლის ალბათ 80% ალაპარაკდა იმაზე, რომ ვაი, რატო ცხელდება ესე მალე ჩემი smartphone-ი. არაფერს ისეს არ ვაკეთებ, არ ვთამაშობ, არ ვიღებ ბევრს. უბრალოდ scroll-ვის დროსაც ცხელდება. ზოგი ამბობდა ოპტიმიზაცია არ უარგაო. ზოგი კიდე რა ვიცი, gaming-ში ისე არის, როგორც რაღაც 20-ლარიანი A-სერიაო. საბოლოო ჯამში ბევრი თუ ცოტა დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა ესეთი დეტალი, გამოიკვეთა, რომ ეს ტენსორი არის საკმაოდ სუსტი ჩიპსეტი. მისი ერთადერთი პლუსი Pixel 6-ზე ვსაუბრობ, არის ის, რომ არის ჭკვიანი. აქვს რაღაც ისეთი ფუნქციები, რაც სხვა smartphones არ აქვს, Android-ს გულისხმობ, iPhone-ს მაშინ ვაფშე არ ქონდა ეს ინტეგრირებული AI და ასე შემდეგ. და ნუ ბევრმა გადაწყვიტა, რომ აი ამ მინუსებზე, გახურებაზე და არასიძლიერეზე შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხელში გვიჭირავს ყველაზე ჭკვიანი smartphone. გადის დრო, გამოდის Pixel 7, 8, 9. ხედავთ და უკვე Pixel-ის მომხმარებლების ერთადერთი სურვილი არის ის, რომ შემდეგ მოდელში აღარ იყოს ტენსორი. მაგრამ 2025 წელია Pixel 9 არის უკვე გამოსული და იქაც გვაქვს Tensor 4. ამ დეტალში ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ მისი სიძლიერე დარჩა ისეთი სუსტი, როგორიც იყო Pixel 6-ში. ისევ გათვლილია მხოლოდ სიჭკვიანეზე. მაგრამ დღეს 2025 წელია უკვე, ეს Google-მა მე მგონი არის ის, გვაქვს უკვე ისეთი რეალობა, რომ Pixel-ი ალბათ ყველაზე ჭკვიან 10 smartphone-შიც აღარ შედის. ანუ Pixel 6 თუ იყო რაღაცაში პირველი და გავიკვირვეთ და ასე შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, 3 წლის განმავლობაში ტიპებმა ვერაფერი ვეღარ გააუმჯობესეს. ანუ რასაც Pixel-ი აკეთებს დღეს,
სხვა smartphone-იც აკეთებს იგივეს უფრო მეც და უფრო უკეთ. ეხლა ეს ყველაფერი ეხებოდა მხოლოდ AI-ის ნაწილს. გადავიდეთ სიმძლავრეზე და ტემპერატურებზე რა. პიქსელებთან თითქმის ყველასთან მქონია შეხება, პირადად ნაყიდიც მაქვს, გატესტილიც მაქვს, Pixel 9 Pro XL იქნება თუ 8 Pro თუ 7 მინუსი თუ ის პლუსი მნიშვნელობა არ აქვს, ყველასთან ასე თუ ისე შეხება მქონია. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ Tensor არის გრილი და ძლიერი ჩიპსეტი. როგორც არ უნდა გატესტო, რა smartphone-საც არ უნდა შეადარო, რა smartphone-საც არ უნდა შეადარო, რა იდეაში Pixel 9 Pro XL არის ფლაგმანი, ის რა ღირსებად ზოგადად Google-ის ბრენდის smartphone-ებს ჰქონდათ, დღეს ყველა აქვს დაკარგული. დავიწყოთ, მოდი ფოტო გადაღებით, ხო? ერთ-ერთი საუკეთესო რაშიც იყო ადრე. არ ვიცი როგორ ადევნებთ ახლა ამ ტექნოლოგიურ განვითარებას თვალს, მაგრამ დღესდღეობით Android-ებში მით უმეტეს, ხო, უფრო დიდი არჩევანი გვაქვს ვიდრე iPhone-ში, iOS-ში. იქიდან ჩინელები თავს იგიჟებენ, უშვებენ რაღაც სასწაულებს. Xiaomi გინდა, იქიდან Honor გინდა, აქეთ Vivo X200 Ultra რაღაც სასწაულებს აკეთებს გადაღების მხრივ. იქით Samsung-ს X100 Zoom-ს რო აკეთებ და ფოტოს იღებ, მაგარ დეტალიზაციას გისვამს. AI-ით ხდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაგრამ Pixel-იც იყენებს ჩვეულებრივად. და ნუ ეხლა ზედმეტ ლაპარაკს აღარ ვაპირებ Sony-ზე, რომელიც ფოტო გადაღებაში Pixel-ს ჯობს. მაგრამ Sony როდესაც გაქვს და ფოტოს იღებ, უნდა იცოდე ფოტოს გადაღება. ის არ არის უბრალოდ გახსნა კამერის აპლიკაცია და აჩხაკუნო და ვშო. არა, Pixel-ზე ეგ შეგიძლია დაალჩე უკვე. Pixel-ი აკეთებს ყველაფერს თვითონ AI პროგრამა. Sony-ში მაინც და მაინც მაგის იმედად ვერ იქნები. მაგრამ თუ იცი გადაღება, ისიც გეცოდინება, რომ ყველაზე რეალურ და ბუნებრივ ფერებს ფოტოს გადაღების დროს სვამს Sony. გადავიდეთ ამ სუფთა Android-ზე და სისტემურ ოპტიმიზაციაზე. ნუ მაგის მუღამი არის ის, რომ აი Pixel 4 იმით ვახსენე რა. ძალიან დიდი ხნის smartphone-ი არის წინანდელი და დღესაც დაითრიო არ ჭედავს. იმას კი არ ნიშნავს, რომ PUBG-ში რაღაც 5000K ultra გრაფიკებზე არ გაგიჭედავს, არა. სტანდარტულ გამოყენებაზე აქვს საუბარი. ხა ძალიან ძველი smartphone-ები, ბიუჯეტურები ვისაც გაქვთ, რაღაცას რო დააწვევი და 10 წამი რო არ შედის, აი ეგ არის უკვე აი ესე რო არის smartphone-ი. Pixel 4 დღესაც ძალიან მაგარ ხოთზე არის. მაგრამ აბა ერთი smartphone-ი მაინც დამისახელეთ, ფლაგმანებს გულისხმობ, რომელიც 3-4 წლის მერე გაჭედავს. ან ჭედავს, ან ჭედვას იწყებს. ვერ დამისახელებთ, არც ერთი არ შვება მაგას. ბოლო პერიოდია Pixel-ის ნებისმიერ smartphone-ში, ნებისმიერ ახლებს გულისხმობ, რომელზეც განახლება მოდის, არის ძალიან ბევრი პრობლემა. ეს იქნება ინტერფეისის ბაგები, კამერის აპლიკაციის გაუმართავობა თუ სხვა. თუ არ გაგიმართლა და საქართველოში იყენებ მაგ smartphones, Excel-ის კავშირზე პრობლემა აქვს 6-ში და 7-ს გულისხმობ, 8-ში შედარებით გამოსწორდა და 9-ში ბოლომდე არის გამოსწორებული, მაგრამ მაინც და მაინც 9 ხო არ უნდა გქონდეს, რომ მაგ პრობლემას თავი რა არინდო. პლუს მაგას საქართველოში სულ რაღაც 2 თვის წინ მიიღეს Pixel-ის მომხმარებლება 5G და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეს არის სიმძლავრე, ხო, Tensor-ის ჩიპი. დღეს ნებისმიერი ფლაგმანი რა ეხა iPhone-ი, OnePlus-ი რო არ ჩამოვთვალო ცალ-ცალკე. ნებისმიერ ბრენდში ნებისმიერი ფლაგმანი სიმძლავრის მხრივ თუ დაფრინავს, Pixel-ს ჯერ მარჯვენა ფრთაც არ აქვს შესხმული იმისათვის, რომ ოდნავ აიწიოს ჰაერში. Chipset-ის სიმძლავრეს გულისხმობ. შეიძლება ბევრმა არ დამიჯეროს, მაგრამ უნდა დამიჯეროთ, ან შეგიძლიათ გადაამოწმოთ, შეადაროთ, გატესტოთ. Pixel-ის ბოლო მოდელში, Pixel-ი როგორი ტიპია, ხო იცით, ფლაგმანი იქნება თუ ბიუჯეტური, ყველგან დებს ერთ სერიაში ერთი და იგივე chipsets. თუ არის მაგალითად Samsung-ში იქით Exynos-ი, იქით Elite-ის Snapdragon-ი, iPhone-ებში A18, A18 Pro chipset-ი, Pixel-ში Pro და არა Pro არ არსებობს. ყველა Pixel 9-ს სამივე უდევს Tensor 4. ეგ Tensor 4 უფრო სუსტია ვიდრე 3 წლის წინ გამოსულ iPhone 13 Pro Max-ში ყოფი ესე რომ დავარქვათ chipset-ი A15. ანუ ის უფრო მძლავრია ვიდრე ეს ამათი, რომელიც წელს გამოვიდა. ის 3 წლის წინ გამოვიდა. ამდენი წლის განმავლობაში ტიპებმა ვერ დახვეწეს ელემენტი. დახვეწა იმას არ ნიშნავს მეგობრებო, რომ screen-on-ი საშუალო გამოყენებით 7 და 8 საათი გაქვს. დახვეწა არის ის, რასაც აკეთებენ სხვა ნებისმიერი ბრენდი. შედარებითია ხო ყველაფერი, ბაზარი არის, კონკურენტული არის და იმის მაგივრად რომ ვიღაცას ახლოს მიუახლოვდე, ძალიან უკან არიან ესენი მაგ მხრივ რა. აწყობის ხარისხი ეხა Pixel 9-ში შედარებით დახვეწეს, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მე გეტყვით რომ Pixel 7 ცოტა სტრანად რო ჩაგედო ჯიბეში შეიძლება გადამტყდარიყო, იმიტომ რომ თუნდაც შენი ხელით გადატეხვა და ეს გადატეხვა რა ეს ეკრანის ამოვარდნა მაგ smartphone-ზე ძალიან ჩვეულებრივი მომენტია. ამასთან ერთად $1200 ფლაგმანი Google Pixel 9 Pro XL თუ ნებისმიერი მე-9 სერია იყენებს UFS 3.1-ს. 2025 წელი და ფლაგმანი ქვია.
UFS 3.1 იყენებს A სერია. ახლები. ნებისმიერ სხვა ფლაგმანში ხო რა თქმა უნდა UFS 4.0-ია და Vivo X200 Ultra-ში ვაფშე ისინი სადაფრინავენ 4 და 1 ჩააყენეს უკვე. ეს Vivo იმიტომ ახსენე რომ ბევრი რაღაც ამ ჩინურ ბრენდებს ძალიან აკნინებს რა. ეხლა ვიღაცამ დამიწერა იმ დღეს A სერიას რო არ ურჩევ ხალხს აბა რა იყიდონი ჩინურებია Xiaomi და რაღაცეებია და რატო არ უნდა იყიდონ ერთი ბიზნესებით ხარ. ეგ ჩინელები არიან ისეთ რაღაცეებს რო აკეთებენ 3 და 4 წელში რაც ამერიკელებმა და კორეელებმა და სხვებმა 10-15 წელი აკეთეს. ხო და საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ის, რომ არის ფლაგმანი ღირს $1200, ჩვენთან $3200 დაახლოებით, Pixel 9 Pro XL-ზე მაქვს საუბარი და აი ვიღაც რომ მეკითხება მაგალითად რა. კუკაი ამდენი მაქვს ბიუჯეტი. რა ნამუსით უნდა ურჩიო 9 Pro XL-ი? აი პროსტა მითხარით რა. Pixel-ი შეიძლება ურჩიო ისეთ ადამიანს, ვისაც ყოველგვარი სიძლიერე, ყოველგვარი ეს დიდი ელემენტი შეიძლება ეკიდოს, უნდოდეს რაღაცა მეორადიან თუნდაც ახალი ბიუჯეტურფაში, კარგი სწრაფი smartphone-ი, კარგი სისტემით, ძალიან მაგარი ფოტო გადაღებით და ისეთი რომ აი არ გაუჭედავს დიდი ხნის განმავლობაში რა. მარტო მაგ შემთხვევაში თორე, როდესაც $3200 ეხება საქმე, ეხლა ვიღაცამ შეიძლება მითხრას მე მაქვს იმით თავი რომ $3200 გადავიხადო და ეს გეიმინგი და სიმძლავრე მკიდიაო. რაში იხდი $3200? ეგ ყველაფერი თუ კიდია გადაიხადე, რა ვიცი, $1000, $1200 და იგივეს გააკეთებ ზუსტად. და მაგ საფასო კატეგორიაში ბოლო-ბოლო OnePlus 13 არსებობს, რომელიც დაღეჭავს Pixel-ს. იქით iPhone-ი თუ გევასებათ 16 Pro არსებობს. მე მგონი ეს 25 Ultra-ს მაგ საფასო კატეგორიაში არის და რა ვიცი, აბა როგორ ურჩიო ადამიანს Pixel-ი? თუ არ მოდის ტიპი და არ მეკითხება რომ გუგა იმენა Pixel-ი მიტა და რომელს მირჩევ. მაგ შემთხვევაში სხვა გზა არ მაქვს უნდა ურჩიო თორე. როცა ესე ფართო არჩევანი გაქვს და ჯერ კიდე ყოყმანობ ის იყიდო თუ ეს იყიდო. რატო Pixel-ი? რატო $1200? რატო $3200? იმისათვის რომ იმაზე მუშაობდა ეს 3.1 UFS-ზე და 3 წლის წინანდელი smartphone-ი უფრო ძლიერი იყოს ვიდრე გუშინ გამოსული ეგ Pixel-ის ფლაგმანი თუ აი რატო? ნუ გეგონებათ ნუ რა ვიცი რომ Pixel-ი საითერი ვარ. პირიქით ძალიან მევასება ზოგადად Pixel-ი და აი გული მწყდება სავით რომ აი არჩეული აქვს ეს გზა. ყოვლად ჩამოშორებულები არიან ნებისმიერ დეტალში სხვა ფლაგმანებს, ისინი თუ მთვარეზე დაფრინავენ, ესენი ჯერ რა ვიცი, კენჭებს აგროვებენ და ესე თუ გააგრძელეს და ისევ იმ ტენსორის გამოყენება გააგრძელეს, მე ეს ყველაფერი ახსნეს იმით, რომ ჩვენ ჭკვიანები ვართ. აღარ ხართ ჭკვიანები. Pixel 6-ის დროს იყავით, 4 წელი გავიდა იმის მერე. ყველა მისწავლა უკვე ეს smartphone-ში AI ჩაშენება და აგერ Honor-ი არის ისეთ დონეზე, ტიპებმა ერთ წელში საუკეთესო AI სტატუსი მოიპოვეს smartphone-ებში და 3 წამში აკეთებს ნებისმიერ დავალებას. ხო და რა ვიცი რა გითხრათ აბა. ინატრეთ Pixel-ებზე რას ფიქრობ და ზუსტად ამას ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან არ მინდა რომ ესე მიდიან. მართლა არ მინდა, იმიტომ რომ იყო დრო და მომენტი, ბევრს გირჩევდით, აი ბიუჯეტურ ფასში რა ვიყიდო, Pixel-ი ეგრევე, Pixel-ზე გაგზავნიდით რა, მაგრამ ეხლა უკვე თან ბიუჯეტურიც აღარ გამოდის. თან ისეთ კოლოსალურ ფასებს ადებენ, რომ აქ ფასში მართლა მთვარიდან ხტებიან უკვე. და ნუ ის ღირსებაც რეალურად უკვე შელახული და დაკარგული აქვს, რაც ჰქონდა აქამდე, ძველ მოდელებში. ეს იყო ჩემი აზრი Pixel-ზე, დასაბუთებული და გადმოსაბუთებული და ვინმეს თუ რამეში ეჭვიეპარება, რომ ძალიან ვაბუქებ ან არ ვაბუქებ, შეგიძლიათ რა ვიცი. ეგეთ კატეგორიასთან მაქვს ხოლმე ერთადერთი რჩევა არა პასუხი რა. ეხა აქ კომენტარებში წერა არა გუგა შენ მართალი ხარ, არა მე უფრო მეტი ვიცი, შენ უფრო ნაკლები იცი, სრული სისულელეა. აი მაგალითად ვინმეს თუ გონიათ რომ Pixel-ი ფლაგმანებში რომელიმე სხვას გეიმინგში ჯობს, ელემენტში ჯობს, ტემპერატურებში ჯობს. რა ვიცი, შევხვდეთ მე ნებისმიერ ფლაგმანს მოვიტან, თქვენ Pixel 9 Pro, კინც 9 Pro XL-ი მოვიტანეთ, შევადაროთ და თუ უფრო მალე გახურდა, თუ უფრო მეტი FPS დროპი ექნება, თუ უფრო მალე დაჯდა, მე რა ვქნათ აბა? ტყილა აი ამის დასამტკიცებლად რაშიც ვიცი 100%-იანი მართალი ვარ დავხარჯო 2 და 3 საათი. რაში მიღირს. ამიტომ მაინც და მაინც დიდი აზრი ნამდვილად არ აქვს იმის დაწერას კომენტარებში, რომ აი იმას ჯობს მო ეს 25 Ultra-ს ყველაფერში აჯობებს, 16 Pro Max ყველაფერში აჯობებს, OnePlus 13 ყველაფერში აჯობებს. მართლა ძალიან მინდა რომ ისეთ დონეზე მივიდნენ, რომ აი თუნდაც გეიმინგში, ელემენტში, სტაბილურობაში და ბევრ რაღაცაში კიდე შევადაროთ სხვა ფლაგმანებს, თუ მოვა ეგ დრო, დიდი სიამოვნებით აი ესე დავждები. და ძალიან გაღიმებული და ბედნიერი სახით ვიტყვი რომ Pixel-ი დაადგა რაღაცა სწორ გზას, მაგრამ უნდა დაადგეს, ხო? იმისათვის რომ ეგეთი ვიდეო გადავიღოთ. დღეს ეს მოცემულობა გვაქვს. ხვალ ვნახოთ რა იქნება.
მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონათ, დიდი თხოვნა იქნება დალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, გისურვებთ ყოველს წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.